თამაშების ინდუსტრია კრიზისშია. ათასობით სამუშაო ადგილი იკვეცება. $200 მილიონ პროექტები გაუქმდა. დახურულ კარს მიღმა არმასულებელი დირექტორები პანიკაში არიან. მაგრამ Bellevue-ს პატარა ოფისში 360 ადამიანი უფრო მეტ ფულს გამოიმუშავებს, ვიდრე მთელი Electronic Arts-ის თანამშრომლები ერთად. ისინი უბრალოდ კი არ იმარჯვებენ, ისინი ცვლიან ჩვენს წარმოდგენას, თუ როგორ უნდა მუშაობდნენ თანამედროვე კომპანიები. და თუ ისინი მართალნი არიან, მთელ ვიდეო თამაშების ინდუსტრიას უბრალოდ კი არ უჭირს, ის ტყუილზე მუშაობს. თავი პირველი, მოჩვენება მანქანაში. 2024 წლის პირველ ნახევარში 10 წამყვანი საჯარო ვიდეო თამაშების კომპანიიდან 11,000 სამუშაო ადგილი გაქრა. Microsoft-მა დახურა Arkane Austin-ი. Tango Gameworks-ი თითქმის ერთ რამეში გაქრა. Embracer ჯგუფმა მთელ მსოფლიოში მთელი განყოფილებები დახურა. მათი რესტრუქტურიზაციის შედეგად 4000-ზე მეტი თანამშრომელი გაათავისუფლეს და 44 სტუდია დაიხურა. Sony-ც არ დარჩენილა უვნებელი. შიდა რესტრუქტურიზაციამ დაარტყა მის PlayStation ეკოსისტემას. სტუდიები ჩუმად დაიხურა ან შეიერთა. მთელ ინდუსტრიაში ეს მოდელი იდენტური იყო. ისეთი შთაბეჭდილება იქნებოდა, თითქოს არავინ იყო დაცული, გარდა ერთი კერძო კომპანიისა, ვაშინგტონის შტატში. Valve-ის თანამშრომელთა რაოდენობა 330-დან 360-მდე რჩებოდა უცვლად. არც მასობრივი გათავისუფლებები იყო და არც მასობრივი დაქირავებები. ასევე არ იყო კვარტალური დრამა. ციფრები ამყარებს Valve-ის სტატუსს. მხოლოდ Steam-მა 2025 წელს შემოსავლის სახით $16 მილიარდ მეტი გამოიმუშავა. სრული ბიზნესის შემოსავალი პროგნოზირებულად $17 მილიარდ გადააჭარბებდა. გახავით ეს მათი მცირე სამუშაო ძალაზე და თითო თანამშრომელზე თითქმის 50 მილიონს მიიღებთ. Microsoft თავისი ოპერაციული სისტემით, ღრუბლოვანი იმპერიით და Xbox-ით ერთად თითო თანამშრომელზე დაახლოებით 1,24 მილიონი დოლარის შემოსავალს იღებს. Valve-ის მაჩვენებელი 40 ჯერ მეტია. 2021 წლის ანტიმონოპოლიური სარჩელის სასამართლო დოკუმენტებმა ინდუსტრიის დანარჩენი ნაწილისთვის კიდევ უფრო უსიამოვნო რამ გამოავლინა. საშუალო Valve-ის თანამშრომელი წელიწადში თითქმის 1,3 მილიონი დოლარის შემოსავალს იღებდა. ეს მონაცემი წლების წინანდელია. დღეს ეს რიცხვი თითქმის უეჭველად უფრო დიდიათ, მაგრამ ეს მხოლოდ ანაზღაურების ამბავი არ არის და არც იღბალზეა საუბარი. რადგან თუ კარგად დააკვირდებით, განსხვავება შესრულებაში კი არა, სტრუქტურაშია. საჯარო ვიდეო თამაშების კომპანიებმა, რომლებიც ინვესტორების მოლოდინებზე არიან მიბმული, პანდემიის ბუმის დროს თანამშრომლების რაოდენობა გაზარდეს. ისინი აგრესიულად ასაქმებდნენ და შემდეგ ისეთივე სისწრაფით ამცირებდნენ შტატს, როგორც კი ბაზარი შეიცვალა. როცა საქმეები ცუდად წავიდა, მათ უბრალოდ არ მიუმართავთ კორექტირებისთვის. მათ თანამშრომლები ტალღებად გაათავისუფლეს. Valve-მა ეს ციკლი არ გაიმეორა. მათი თანამშრომლების რაოდენობა უფრო მკაცრ ზღვარს გავს, ვიდრე ზრდის მიზანს. ეს არის სტრუქტურა, რომელიც საკუთარ საზღვრებში რჩება. რას ამბობს ეს დანარჩენ ინდუსტრიაზე? $200 მილიარდ ვიდეო თამაშების სექტორი 10 წლეულებია მასშტაბის ზრდას ქადაგებს. უფრო დიდი სტუდიები, გუნდები და ბიუჯეტები. მაგრამ ეს სტრატეგია შეიძლება დაავადებაა და არა გამოსავალი. პირველი მტკიცებულება მოდის ერთადერთი კომპანიისგან, რომელიც უარს ამბობს ამ თამაში მონაწილეობაზე. მეორე თავი, $0 მარკეტინგის სასწაული. თანამედროვე AAA თამაშებში ბიუჯეტები უბრალოდ აღარ იზრდება. ისინი უკიდურესად დიდია. Sony-ს Concord-ი გახდა ამის ერთ-ერთი ყველაზე ნათელი მაგალითი. ცნობების მიხედვით განვითარების შეთანხმება $200 მილიონ მეტ შეადგენდა. ზოგიერთი შეფასებით, ეს თანხა $400 მილიონსაც უახლოვდება. და ეს არ მოიცავს მარკეტინგს, სტუდიის შეძენის ხარჯებს ან გაშვების კამპანიას. თამაშის შექმნას 8 წელი დასჭირდა. სტუდია, რომელმაც ეს თამაში შექმნა, Firewalk-ი, Sony-მ სრულად შეიძინა 2023 წლის აპრილში. მათ დიდი ფსონი დადეს Concord-ზე, როგორც შემდეგ დიდ live service hit-ზე. იმ დღეს, როდესაც Concord-ის Steam-ზე გამოვიდა, მხოლოდ 697 მოთამაშე გამოჩნდა. თამაშის თითქმის 25,000 ეგზემპლარი გაიყიდა, თუმცა Sony-მ ის თაროდან 14 დღეში მოხსნა და ყველას ვინც იყიდა, თანხა დაუბრუნა. Sony-მ 2 თვის შემდეგ მთლიანად დახურა Firewalk-ი. წლების შრომა, ასობით მილიონი კაპიტალი, ყველაფერი რამდენიმე თვეში გაქრა. დაახლოებით იმავე პერიოდში Valve-მა Steam-ზე დაამატა პროექტი სახელად Deadlock. ის მხოლოდ მოწვევით იყო ხელმისაწვდომი. არ ყოფილა არც სარეკლამო ტრეილერი, არც პრეს-ტური ან IGN-ის ექსკლუზივი. საერთოდ არ ჰქონდათ მარკეტინგული ბიუჯეტი. მიმოხილველებს, რომლებიც ცდილობდნენ მის შესახებ წერას, სთხოვეს არ დაეწერათ. ინფორმაცია Discord-ის სერვერებში გავრცელდა. 2024 წლის 2 სექტემბერს Deadlock-მა ერთდროულად 171,000-ზე მეტი მოთამაშის პიკს მიაღწია. Concord-მა Sony-ს თითო პიკური ერთდროული მომხმარებლისთვის დაახლოებით $287 დაუჯდა. Deadlock-მა Valve-ს პრაქტიკულად არაფერი დაუჯდა. ეს ტენდენცია ამ ორ თამაშზე ბევრად სდება. Helldivers 2-მა 2024 წლის დასაწყისში დიდი პოპულარობა მოიპოვა თითქმის მთლიანად ხმიდან ხმაზე გავრცელებით. მან მხოლოდ 3 თვეში 12 მილიონზე მეტი ასლი გაყიდა. მარკეტინგის უმეტესობა თავისთავად გავრცელებული მემები იყო, გამოგონილ პლანეტაზე სახელად Malevolent Creek. Manor Lords-მა, რომელიც ძირითადად ერთმა პოლონელმა დეველოპერმა შექმნა, პირველ 3 კვირაში 2 მილიონზე მეტი ასლი გავიდა. თამაშს თითქმის არ ქონია სარეკლამო ბიუჯეტი, მხოლოდ საზოგადოების ენთუზიაზმი. გამოდის, რომ მასიური მარკეტინგული ხარჯები რეალურად აშორებს იმ მოთამაშეებს, რომლებიც ამ თამაშების სამიზნე აუდიტორია არიან.
როცა Sony-მ პატარა კუნძული ქვეყნის MCP სტოლი თანხა დახარჯა Concord-ის რეკლამირებაში, მათი სამიზნე აუდიტორიისთვის ეს სულ სხვანაირად ჟღერდა. მათ ესმოდათ, ეს კორპორატიულია და ძალიან ცდილობს. ნამდვილი ინტერესი ბილბორდებიდან არ ჩნდება. ის ენთუზიაზმით და ხმიდან ხმაზე გავრცელებით იზრდება. Valve-მა მთელი თავისი მიდგომა სწორედ ამ იდეაზე ააგო. წვდომა უნდა დაიმსახურო, ვერ იყიდი, აშკარად მუშაობს. პატარა სტუდიებმა უკვე დაიწყეს ამ ფორმატის კოპირება. რეკლამაზე დაფუძნებული გაშვების სტრატეგია კვდება. საბოლოოდ დამტკიცდა, რომ რაღაც უკეთესი მუშაობს. მესამე თავი, შედეგის ანომალია. Valve-ის შესახებ ყველაზე უჩვეულო ის კი არ არის, რას უშვებენ ისინი, არამედ ის თუ რამდენად ერთიანად მუშაობს ყველაფერი. მოიყვანეთ Counter-Strike 2-ის მაგალითი. ეს უბრალოდ გაგრძელება არ იყო. ეს ნიშნავდა სრულად გადასვლას Source-2 ძრავზე, განათების სისტემის თავიდან აშენებას და ქსელური კოდის სრულ გადაკეთებას მსოფლიოში ყველაზე ხშირად ნათამაშები კონკურენტული შუტერისთვის. და ამას ემატება აპარატურა. Steam Deck OLED უბრალოდ განახლება არ იყო. ეს იყო ახალი ვერსია სპეციალურად შექმნილი პორტატული აპარატურისა, რომელიც Steam-ის ეკოსისტემაზე ამორგებული. მათმა ძველმა ნამუშევრებმაც კი დროთა განმავლობაში იგივე პრინციპით მუშაობენ. Half-Life Alyx დღემდე რჩება თანამედროვე VR-ის ეტალონად, გამოშვებიდან წლების შემდეგაც. ყოველი ნაწილი თავიდან ცალკე ჩანს, მაგრამ ერთად ისინი იზოლირებულ პროექტებად არ იქცევიან. ისინი ერთ სისტემად იქცევიან, რომელიც არასდროს ჩერდება. და ეს ყველაფერი დაახლოებით 360 ადამიანის ძალებით მუშაობს. თანაც იმ დროს, როცა ისინი მართავენ ყველაზე დიდ ციფრულ მაღაზიას PC-ზე და რამდენიმე ყველაზე მასშტაბურ live service თამაშს მთელ პლანეტაზე. ეხლა შეადარეთ ეს ინდუსტრიის სტანდარტს. Microsoft-ში, EA-ში ან Activision-ში არ არის უჩვეულო, რომ ერთ AAA blockbuster-ს უფრო დიდი გუნდი სჭირდებოდეს, ვიდრე Valve-ის პერსონალია. და მიუხედავად ამ რესურსებისა, ამ გიგანტურ თამაშებს მაინც აქვთ უზარმაზარი დაგვიანებები. როგორ? პასუხი მარტივია. Valve მუდმივად აგროვებს უპირატესობებს. ყოველი პროექტი უკვე არსებულზე შენდება. Counter-Strike 2-ს აუდიტორიის შექმნა არ დასჭიროებია. მან უკვე არსებული 20 წლის განმავლობაში ჩამოყალიბებული აუდიტორია მიიღო. Deadlocks გადახდებისა და დისტრიბუციის ფციის პრობლემების გადაწყვეტა არ დასჭიროებია. ამას უკვე Steam აგვარებდა. Steam Deck-ს პროგრამული ეკოსისტემის ნულიდან შექმნა არ დასჭიროებია. Proton უკვე აკეთებდა მთავარ საქმეს. არაფერი იწყება ნულიდან. და სწორედ ამის გამო Valve თავის გუნდს ისე არ ზრდის, როგორც სხვა კომპანიები. ის განზრახ პატარა რჩება. არც საკონფერენციო ოთახის ბიუროკრატია, არც ფოკუს ჯგუფების გადახედვები ან აქციონერთა შეფასებები. პატარა გუნდები, რომლებიც ერთი მიმართულებით მუშაობენ, დიდ გუნდებს ხშირად იმაზე მეტად ამარცხებენ, ვიდრე ხავს გონია. და საპირისპიროდ ყურადღების ღირსია. როცა კომპანია აცხადებს, რომ კიდევ 1000-ობით დეველოპერს აიყვანს, ეს შეიძლება პროგრესად ჟრებდეს, მაგრამ ეს ყოველთვის არ ნიშნავს, რომ პროდუქტს უფრო სწრაფად გამოუშვებენ. ზოგჯერ პირიქით ხდება. ზოგ შემთხვევაში ეს შეიძლება ნიშნავდეს უფრო ნელ შედეგებს მომავალში. მეოთხე თავი, ჭრილოვანი იერარქია. არსებობს Valve-ის კაპრიალებული ვერსია, რომელიც ტექნოლოგიურ სტატიებში ხშირად მეორდება. ბრტყელი იერარქია, მოძრავი მაგიდები. თანამშრომლის სახელმძღვანელო, რომელიც გვირდება, რომ შეგიძლია იმ პროექტზე გადახვიდე, რომელიც ყველაზე მეტად გხიბლავს. ეს მშვენიერი ამბავია, მაგრამ მხოლოდ ნახევარი სიმართლეა. სულ მცირე, მათთვის, ვინც იქ უმუშავია. Glassdoor-ის მიმოხილვები და ყოფილი თანამშრომლების მონათხრობები ახდენს იმას, რასაც ბროშურა არ ახსენებს. კაბალა არა შეთქმულების მნიშვნელობით, არამედ ხანგრძლივი გამოცდილების მქონე უფროსი ინჟინრების, დიზაინერებისა და ეკონომისტების ჯგუფებია. ისინი ჩუმად წყვეტენ, რომელი პროექტი მიიღებს დაფინანსებას და რომელი გვერდზე გადაიდება, რომელი ახალი თანამშრომელი ინტეგრირდება და რომელი გარეთ დარჩება. ერთმა ყოფილმა თანამშრომელმა სოციალური დინამიკა შეადარა საშუალო სკოლის სასადილოს, რომელსაც ბიუჯეტზე კონტროლი აქვს. სხვა ყოფილმა თანამშრომელმა აღწერა, რომ ტექნიკურად თავისუფალი იყო ნებისმიერ პროექტზე ემუშავა, მაგრამ ვერ ახერხებდა ვინმეს თანამშრომლობის დაყოლიებას მის არჩეულ პროექტზე. ფორმალური ტიტულების გარეშეც კი კომპანიაში მაინც არსებობს ძალაუფლება. ხელფასი შეიძლება მკვეთრად იცვლებოდეს კოლეგების აღქმის მიხედვით. თანამშრომლები ერთმანეთს აფასებენ და ბონუსები ან გავლენა სწორედ ამით განისაზღვრება. თუ ვინმე ვერ კითხულობს იმ გარემოს დაუწერელ წესებს, ისინი როგორც წესი დიდხანს ვერ ჩერდებიან. თავისუფლება რეალურია, მაგრამ ასევე რეალურია მის გარშემო არსებული ზეწოლაც. იმ ადამიანებისთვის, ვინც ადაპტირდება, Valve განსაკუთრებულად დიდ ავტონომიასა და უზარმაზარ ანაზრაურებას თავაზობს. მათთვის კი, ვინც ვერ ერგება, წასვლა როგორც წესი სწრაფად ხდება. საჯარო კომპანია ესეთ კულტურას ვერ გადაურჩებოდა. შესაბამისობისა და ადამიანური რესურსების გუნდები ჩაერეოდნენ. იქნებოდა კოლექტიური სარჩელების მთელი სერია. ის ინტენსივობა, რაც Valve-ის გუნდს საშუალებას აძლევს, საკუთარ შესაძლებლობებზე მეტი გააკეთოს, საჯარო კომპანიის წესებში არ მუშაობს. სისტემა მუშაობს, მაგრამ არა ისე სუბთად და იდეალისტურად, როგორც მითოლოგია გთავაზობს. მის ქვეშ უფრო მკაცრი მხარე იმალება. ამის სხვაგვარად წარმოჩენა უგულებელყოფს იმ ადამიანებს, ვინც რეალურად ამ სისტემაში ცხოვრობდა. მაგრამ ეს მოდელი ამტკიცებს რაღაცას, რასაც დანარჩენი ინდუსტრია ზერელედ ეკიდება. პატარა, მაგრამ ძალიან კარგი ადამიანების დაქირავება, რომლებიც კომპანიას შეეფერებიან, სჯობს უბრალოდ მასობრივად ადამიანების აყვანას. არავინ ამბობს, რომ კაბალების დაკოპირებაა საჭირო. ნამდვილი გაკვეთილი უფრო მარტივია. დაბალი სტანდარტებით ადამიანების აყვანა სწრაფი ზრდისთვის ჩუმად აზიანებს კომპანიას. კომპანია, რომელიც შეგნებულად რჩება პატარა, ფრთხილად არჩევს თანამშრომლებს.
ის იცავს იმას, რაც კომპანიას ამუშავებს. ასეთი კომპანია შეიძლება უფრო მეც აკეთებდეს თავისი ხალხისთვის, ვიდრე ის, ვინც გუნდი სამჯერ გაზარდა მხოლოდ იმისთვის, რომ LinkedIn-ზე კარგად გამოჩენილიყო, განსაკუთრებით მაშინ, როცა მათი ნახევარი 2 წლის შემდეგ გაათავისუფლეს. ეს მიდგომა უპირატესობას ანიჭებს, პატარა, მაგრამ უფრო მკაცრ სტრუქტურას. თანამშრომლები რეალურად უფრო მეც ირებენ და პროდუქტიულობაც იზრდება. მუშაობს თუ არა ეს ბიზნესის სახით, ეს უკვე აღარ არის სადაო საკითხი. მეხუთე თავი, პასიური იმპერია. მაგრამ Valve-ის ნამდვილი მასშტაბი თამაშების გაყიდვიდან არ მოდის. Steam იღებს წილს პლატფორმაზე გაყიდული ყოველი თამაშიდან, ისტორიულად დაახლოებით 20%-ს, რაც მცირდება უფრო მაღალი გაყიდვების მოცულობის მქონე გამომცემლებისთვის. ეს თავისთავად უკვე უზარმაზარი ბიზნესია, მაგრამ ეს მხოლოდ ზედაპირული ფენაა. ასევე არსებობს ბაზრები თამაშის შიგნით არსებული ნიუთებისთვის, განსაკუთრებით Counter-Strike 2-ში და Dota 2-ში. მოთამაშეები ცლიან იარაღებს, სკინებს, ჩარმებს და კოსმეტიკურ ნიუთებს ისეთი რაოდენობით, რომ ეს უფრო ფინანსურ ბაზრებს გავს, ვიდრე თამაშის ეკონომიკას. და Valve იღებს თითოეული ტრანზაქციის 15%-ს, მხოლოდ Counter-Strike-ის кейსებისა და სკინების ეკონომიკამ 2023 წელს $1 მილიარდ მეტი გამოიმუშავა. შემოსავალი მოდის იმის მიუხედავად, გამოუშვებს თუ არა Valve ახალ კონტენტს. Peak პერიოდი, მხოლოდ Marketplace-ი შეფასებით სერიოზულ შემოსავალს გამოიმუშავებს. ზოგჯერ კი საშუალო ზომის გამომცემლების მთელი წლიური შემოსავლის მეტსაც. და ეს ყველაფერი ახალი თამაშის გამოშვებიდან არ მოდის. სტრატეგიული სარგებელი უზარმაზარია. უმეტესობა თამაშების კომპანიებისა გაჭედილია. ყოველ კვარტალში მათ ახალი რაღაცის გამოშვება უწევთ მხოლოდ იმისთვის, რომ ხარჯები დაფარონ. Valve-ს ასე არ აქვს. მისი სისტემები ქმნის რაღაცა მუდმივ ფულად საფუძველს, რაც საშუალებას აძლევს ექსპერიმენტებს ჩაატაროს, პროექტები გააუქმოს ან შეაჩეროს და 10 წლეულიც კი დაიცადოს თუ მოუნდება. მათ არ აქვს ზეწოლა, რომ გაგრძელებები გამოუშვა. შეუძლიათ დაიცადონ მანამ, სანამ რამე მართლაც საინტერესო არ გახდება. შეადარეთ ეს გამონცემას, რომელიც ყოველ კვარტალში 100 მილიონს ხარჯავს. მათი დირექტორთა საბჭოები ერთდროულად რამდენიმე მუდმივად განახლებად პროექტში პროგრესს ითხოვენ. განსხვავება მხოლოდ მასშტაბში არ არის, არამედ თავისუფლებაშიც. მაშ, რატო არ გადაქცეულა Valve სრულად Microsoft-ად და არ უკიდია ყველა სტუდია, რაც კი თვალში მოხვდა? თავშეკავება თავად არის სტრატეგიის ნაწილი. შეძენები გაძალებს, რომ გაერთიანო კულტურები და გაზარდო თანამშრომლების რაოდენობა. ისინი ქმნიან ახალ იურიდიულ რისკებსა და მენეჯმენტის პრობლემებს, რომლის თავიდანაცილებასაც Valve უკვე 20 წელია ცდილობს. საჯარო კომპანიები, რომლებსაც დივიდენდების მოთხოვნები ან აქციონერები აწვევიან, თითქმის ყოველთვის იყენებენ ზედმეტ ფულს რაიმეზე. Valve უბრალოდ აძლევს ფულს დაგროვების საშუალებას და ხარჯავს მას იმაზე, რაც მოსწონს. ნამდვილი დამოუკიდებლობა ნიშნავს, რომ კონდეს საკუთარი დისტრიბუცია და არ ქირაობდე მას სხვისგან. რას ნიშნავს ეს იმ სტუდიებისთვის, რომლებიც გაჭედილები არიან ისეთ მაღაზიებში, რომლებიც მათ არ ეკუთვნით? პასუხი 10 ისე კარგია, მაგრამ ესეთი ფორმულირება ბევრად უფრო ნათელს ხდის ყველაფერს მათთვის, ვინც ცდილობს გაარკვიოს, სად არის რეალური უპირატესობები. მეექვსე თავი, 10 წლიანი ფსონი. უმეტეს ადამიანს ახსოვს Steam Deck-ის 2022 წელს გამოშვება და მისი წარმატება. რაც ხშირად ავიტყდებათ, არის ყველაფერი, რაც მანამდე მოხდა. SteamOS-ის სრული ვერსია საბოლოოდ გამოვიდა ორიგინალ კომერციულ Steam Machines-თან ერთად 2015 წლის ბოლოს. დამოუკიდებელმა კონტროლერებმა მხოლოდ 500,000 ერთეული გაიყიდა 2016 წლის შუა პერიოდში. ხოლო თავად კონსოლების გაყიდვები კიდევ უფრო ცუდი იყო. მთელი პროექტი წარუმატებლობას ჰგავდა. ჩვეულებრივი კომპანია ამას შეწყვეტდა. Google-მა 2019 წელს გაუშვა Stadia და მხოლოდ 3.5 წლის შემდეგ დახურა. Amazon-ის Crucible ძლივს გაძლო 6 თვე. Valve-მა არ დახურა SteamOS, მათ სიცოცხლე შეუნარჩუნეს. მათ შექმნეს Proton-ი, პროგრამა, რომელიც Windows-ის თამაშებს Linux-ზე გაშვების საშუალებას აძლევს ისე, რომ დეველოპერს არაფრის გაკეთება არ სჭირდება. მათ მისი ნაწილი ყველასთვის გახსნილი გახადეს. მათ განაგრძეს Linux-ის გაუმჯობესება კულისებში, პირდაპირ მასში წვლილის შეტანით. ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ არ იჩქარეს, თითქმის 10 წლის განმავლობაში ეს ჯვიდადღირებულ გვერდით პროექტად გამოიყურებოდა. შემდეგ 2022 წლის 25 თებერვალს Steam Deck-ი გამოვიდა. მან უბრალოდ არ გაილიდა, მან სრულიად ახალი კატეგორია შექმნა. მოულოდნელად Linux-ზე 10 წლიანი მუშაობა გახდა აპარატურის ეკოსისტემის საფუძველი, რომელიც ნელ-ნელა ამცირებდა Microsoft-ის კონტროლს PC Gaming-ზე. მოსაზრება, რომ Windows არის ერთადერთი ადგილი, სადაც სერიოზული თამაშები შეიძლება არსებობდეს, ნელ-ნელა იშლებოდა. თითოეული ასეთი შეძენა კიდევ უფრო აშორებდა PC Gaming-ს Microsoft-ის ძველი შემოსავლის მოდელს. ეს იმდენად კარგად იმუშავა, რომ კონკურენტები აჩქარდნენ და ცდილობდნენ დაეწიათ იმ მომავალს, რომლის აშენებაც Valve-მა წლების წინ დაიწყო. Asus-მა, Lenovo-მ, MSI-მ და სხვებმა მას შემდეგ საკუთარი Windows-ზე დაფუძნებული პორტატული მოწყობილობები შექმნეს. ეს საჯარო კომპანიაში შეუძლებელია. აქციონერები არ ისურვებდნენ 10 წლის განმავლობაში ოპერაციული სისტემის შექმნის იდეის განხილვას. ისინი მოგების სვეტში ციფრების ნახვა სურთ. Valve-ს ეს პრობლემა არ აქვს. Gabe Newell, გავრცელებული ინფორმაციით, კომპანიის 50%-ზე მეტს ფლობს. ეს ფაქტი ყველაფერს ცვლის. არ არსებობს დირექტორთა საბჭო, რომელიც სხვა მიმართულებას მოითხოვს. არ არსებობს ზეწოლა, რომ მოკლევადიანი წარმატებები აჩვენონ გრძელვადიანი მუშაობის ხარჯზე. გადაწყვეტილებებს არ სჭირდებათ მომდევნო ფინანსურ ანგარიში კარგად გამოიყურებოდნენ. თავარია, წლების შემდეგაც აზრი ჰქონდეთ. გრძელვადიან შედეგებზე ორიენტირებული კაპიტალი, როცა მას მართლაც მოთმინებით იყენებენ, ბევრად სჯობს მოკლევადიან ფულს. ეს არც კი არის სამართლიანი ბრძოლა.
დამფუძნებლის მიერ კონტროლირებადი კომპანიები, ორმაგი კლასის აქციები და კერძო სტატუსის შენარჩუნება შეიძლება იყოს ერთადერთი გზა, რომ გრძელვადიანი სტრატეგია იმუშაოს. ეხლა ხალხი იწყებს ყურადღების მიქცევას, რადგან ესეთი სტრუქტურების უმეტესობა ეხლა ტექნოლოგიურ სექტორში ჩნდება. სტრატეგია ახლა უკვე იმდენად ნათელია, რომ მისი გადმოღება შესაძლებელია. მეშვიდე თავი, ბოლო კარიბჭის მცველი. Wow-ის თიმს ღია პლატფორმად პოზიციონირებს. ნებისმიერს, ვისაც დეველოპერის ანგარიში და $100 აქვს, შეუძლია თამაში გამოაკვერნოს. მაღაზია ცნობილია იმით, რომ კატეგორიულად უარს ამბობს კურაციაზე. ამის ნაცვლად ბაზარმა უნდა გადაწყვიტოს, რა იქნება წარმატებული. ამ პოზიციამ მათ ინდი დეველოპერების კეთილგანწყობა მოუპოვათ მთელი თაობის განმავლობაში. მაგრამ ეს მთელი ისტორია არ არის. Steam-ის რეკომენდაციების ალგორითმი ყოველწლიურად ჩუმად მალავს ათასობით ზერელედ გაკეთებულ გამოშვებას. რეკომენდაციების სისტემა წყვეტს, რომელი თამაშები გამოჩნდება რომელ მომხმარებლებთან. ასეთ ბლიპის სათაურებიც იჭკმალება. AI-ის მიერ გენერირებული უხარისხო თამაშებიც, რომლებმაც ყველა მსხვილი მაღაზიის ვიტრინა გაავსეს, ასევე იჭკმალება. Valve ეხლა AI-ით გენერირებული კონტენტის აღნიშვნას ითხოვს და ნებისმიერი თამაში, რომელიც საბაზისო ხარისხის წესებს არღვევს, პირდაპირ იბლოკება. ასე რომ იდეა თითქოს Steam არ არის კურირებული, რეალურად არასწორია. ის კურირებულია, უბრალოდ არააშკარა ფორმით. ეს რთულ მდგომარეობაში აყენებს. მათთვის დიდი პლუსია, რომ მათ ინდი დეველოპერების მეგობრებად აღიქვამენ, როგორც პლატფორმას, რომელიც ბაზარს საშუალებას აძლევს თავად გადაწყვიტოს. მაგრამ მათ ასევე უნდა დაიცვან ეს პლატფორმა, თორემ მაღაზია დაიხჭობა წელიწადში გამოსულ 50,000 შაბლონურად აწყობილ ნაგავ თამაშში. ეს ორი მიზანი სრულად თავსებადი არ არის, ამიტომ Valve აკეთებს იმას, რასაც საჯარო კომპანიები ვერ ახერხებენ. ისინი ჩუმად პრაქტიკულ კომპრომისზე მიდიან. ისინი იღებენ მცირე დაგმას, რომ ოდნავ ფარისეულებად გამოჩნდნენ და შემდეგ უბრალოდ აგრძელებენ საქმეს. იცავენ ეკოსისტემას თუ კარიბჭის მცველები არიან, რომლებიც წყვეტენ, რომელი დეველოპერი მიიღებს შემოსავალს. ალბათ ორი. პლატფორმის მასშტაბმა გახადა შესაძლებელი ამ უხარისხო კონტენტის წყალდიდობა პირველ რიგში. ხოლო 2025 წელს Steam-ზე 20,000-ზე მეტი თამაში გამოვიდა. Valve-მ ასევე შექმნა სისტემები, რომლებიც აქტიურად განსაზღვრავენ, როგორ მუშაობს ეს რეიტინგი. ეს არ არის შემთხვევითი, ეს სტრუქტურირებულია. მთელი სისტემა არეულია, მაგრამ Steam-ზე აღმოჩენის განცდა მაინც შენარჩუნებულია. თამაშებს მაინც აქვთ განცდა, რომ დამოუკიდებლად შეუძლიათ წარმატების მიღწევა. მაშინაც კი როცა მაღაზია ჩუმად ფილტრავს, აწყობს და ზედაპირზე გამოაქვს ის, რაც ზევით ამოდის. მაშინ როცა ახალი მაღაზიები იმავე კონტენტის აფეთქების ფონზე იბრძვიან, Steam-ს ეს არ უჭირს, ის ადაპტირდება. ამ ზომის პლატფორმებისთვის ასეთი ტიპის მოდერაცია შეიძლება ერთადერთი გზა იყოს, რომ იარსებონ ისე, რომ ზედმეტად მკაცრ გამომცემლებად არ გადაიქცნენ, ან ქაოტურ ნაგავსაკრელებად არ იქცნენ. Valve-მა მესამე, უფრო არეულ გზას მიმართა. მართალია ეს მათი მარკეტინგის იდეალებს არ ემთხვევა, მაგრამ მუშაობს. მერვე თავი, მიმართულების შეცვლა. ეს ყველაფერი ცალკე აღიარებული ნამდვილად არ აქვს აზრი. Valve ბევრად მეც უშვებს ვიდრე მისი კონკურენტები, ბევრად ნაკლები თანამშრომლით. ის ამას მარკეტინგის გარეშე აკეთებს. აქვს კულტურა, რომელიც საჯარო საკუთრებაში ვერ გადარჩებოდა, მაგრამ მაინც ქმნის შედეგებს, რომლებიც მუშაობს. ეს არ არის სტრუქტურა, რომელიც დიდ სახელოვან სტუდიებში მეორდება. თითოეული ეს ფაქტორი ცალკე შეუძლებლად ჩანს, მაგრამ მათი კომბინაცია სრულიად სხვა რამეა. ეს მუშაობს იმიტომ, რომ Valve-მა პირველი ოთრიდან უარი თქვა იმავე თამაშის თამაშზე, რასაც ყველა სხვა თამაშობს. ხოლო ერთი დამფუძნებელი, რამდენიმე უფროსი პარტნიორი და თავისუფლება არ მიაქციო ყურადღება ყველა საზრს იმის შესახებ, თუ როგორი უნდა იყოს თანამედროვე ტექნოლოგიური კომპანია. Valve-ზე არსებული მასალების უმეტესობა ამას უცნაურობად აღიქვამს, მაგრამ ამ ყველაფრის უკან უფრო ნათელი კანონზომიერება. ბევრი რამ, რაც დიდ კომპანიებში ნორმალურად გვეჩვენება, მხოლოდ იმიტომ არსებობს, რომ გარედან მოდის ფული. კვარტალური ანგარიშგება, შეძენები, დიდი რაოდენობის თანამშრომლები, მასშტაბური მარკეტინგული ხარჯები, არც ერთი მათგანი არ არის აუცილებელი პროგრამული უზრუნველყოფის შესაქმნელად ან გასავრცელებლად. პატარა ჯგუფი ადამიანებისა, რომლებიც ქმნიან იმას, რაც თავად სურთ, საკმარისი თანხით რომ არ იჩქარო. აი, ეს არის ის, რაც ამ ყველაფერს უჩვეულოს ხდის. რატომ? იმიტომ, რომ ყველა იმდენად შეეჩვია არსებულ მდგომარეობას, რომ დაავიწყდა ესეთი რამ საერთოდ რომ შეიძლებოდა. მეცხრე თავი, სუვერენული სახელმწიფო. Valve სინამდვილეში არ არის კომპანია ტრადიციული გაგებით. ის უფრო პატარა კერძო სახელმწიფოსავით იქცევა. Bellevue-ში მდებარე სათაო ოფისით ის მოქმედებს საკუთარი შიდა წესებით, რომლებიც მოიცავს დასაქმებას, ანაზაურების პაკეტებსა და გრძელვადიან სტრატეგიებს. არაფერი არსებობს კომპანიის გარეთ, რაც აიდულებს მას ინდუსტრიის ნორმების დაცვას, და ეს არის მთავარი განსხვავება. Valve არ იქცევა ისე, როგორც კომპანია, რომელიც ცდილობს ბაზარზე გამარჯვებას. ის იქცევა ისე, თითქოს მთლიანად გამოვიდა ჩვეულებრივი სისტემიდან. და როცა ამას ასე შეხედავ, გარედან უცნაურად მომჩნეული გადაწყვეტილებები უფრო ლოგიკური ხდება. Valve-ის სრულად გამეორება თითქმის შეუძლებელია. ძალიან ცოტა დამფუძნებელს აქვს ჯერ კიდევ მიდევ მოგებიანი პროგრამული გიგანტის უმრავლესობის წილი. ძალიან ცოტა კულტურა ასე ფრთხილად ჩამოყალიბებული 20 წლის განმავლობაში. მათი უპირატესობა სპეციფიკურია. დედამიწაზე ყველაზე დიდი PC თამაშების მაღაზიის ფლობა მხოლოდ ერთ კომპანიას შეუძლია. მაგრამ დანარჩენი კომპანიებს შეუძლიათ ისწავლონ ამისგან. პატარა სტუდიებმა ნახეს საჯარო ბაზრის ნგრევა და გადაწყვიტეს, რომ ამაში მონაწილეობა არ უნდოდათ. შეხედეთ Local Funks, Balatros Solo Developers.
მან უარი თქვა შესყიდვის შეთავაზებებზე და შეგნებულად მცირე შეინარჩუნა საქმიანობის მასშტაბი. ან Sven Winkel Larian Studio-დან, გუნდი რომელმაც შექმნა Baldur's Gate 3. მან 10 წეულებია სტუდია ბირჟაზე არ გაუყანია. მათ ცოტა ხნის წინ საკუთარი პირობებით გამოუშვეს თაობის ჰიტი, მას შემდეგ რაც გამომცემლებთან შეთანხმებებზე უარი თქვეს. ამ კომპანიებიდან არც ერთი ვერ გახდება Valve, არც სჭირდებათ. თითოეულმა საკმარისი გამოცდილება მიიღო, რომ ფინანსურ შესაძლებლობებზე ბევრად მეტი შედეგი აჩვენოს. მათი ერთობლივი წარმატება ჩუმად ამტკიცებს, რომ დიდი ყოველთვის უკეთესი არ არის. თამაშების ინდუსტრია დასრულებული არ არის. ინდუსტრიაში მასობრივი გათავისუფლებებიც კი ჯერ არ დასრულებული. შემდეგი ტალღა ალბათ უკვე დაწვებულია. AAA ბიუჯეტები ისევ აჭარბებს ყველაფერს, რაც შეიძლება მდგრადი იყოს და მარკეტინგის დეპარტამენტები ისევ ასხამენ ფულს კამპანიებში, რომლებიც არავის სჭირდებოდა. სისხლდენა გაგრძელდება. ზოგიერთი სტუდია, რომელიც ახლა იხურება, მართლაც კარგ საქმეს აკეთებდა. ადამიანები, რომლებიც სამსახურს კარგავენ, უკეთეს იმსახურებდნენ, ვიდრე ის პრობლემები, რაც დამსაქმებლების ფინანსურმა სირთულეებმა მათ დააწვეს. მაგრამ სადღაც ბელვიუში 360 ადამიანი წელიწადიდან წელიწადამდე ამტკიცებს რაღაცას. ეს მხოლოდ ტექნოლოგიურ გიგანტებს არ ეხებათ. თამაშების შექმნის სფეროც ამას გრძნობს. ნახეთ, რატო ჩიანუდება GTA X-ის შექმნა. გაიგეთ, რატო არის Rockstar-ი ასეთი დიდი წნეხის ქვეშ, რომ შედეგი აჩვენოს. ან დააწკაპუნეთ ამ ვიდეოზე.